მოგესალმებით, მე ვარ მაგდა ემერლიშვილი, თქვენ მოხდეთ ჩემ არხ მაგდალინაზე, როგორ ხართ ხალხო? ეს არის მეორე დღე ჩემი ზიარ პირდაპირ მასა ხია AC-სთან, ამიტომ მიბერავ ეს ამეთმაშლებ. მოგლედ ეს არის დღე მეორე ჩემი ნიუ-ორლეანში ყოფნის, ლუიზიანაში, იმიტომ რომ გონზალესში ვარ რეალურად, რომელიც ნიუ-ორლეანიდან არის სულ რაღაც 1 საათი დაშორებული. და რა ვთქვა? მთელი დღე გავატარე მარტო. და ხა გეტყვი განსხვავება რა არის, როცა ხარ მარტო მაიამიში და როცა ხარ მარტო გონზალეს ლუიზიანაში. მაიამიში თუნდაც ნიუ-იორკში, თუნდაც LA-ში, ლას-ვეგასში, სანამ მარტო რო ვარ, შეიძლება კიდე რამის გაკეთებ. ეხლა რომ ნიუ-იორკში ყოფილიყავი, ალბათ კიდე რამის ვიზავდი, მაგრამ ვარ გონზალესში. გვერდზე არის უზარმაზარი მონი და ალბათ წევიდეში ნახეთ, რომ გავისეირნე, შევიარე, გამოვიარე. მეტი არაფერი არის. მეტი არაფერი აქ სასიარულო დისტანციაზე არ არის. ავტობუსი აქ არ დადის. ნებისმიერ სხვა ქალაქში ან ავტობუსი ან პატარა შატლები ან რამე დადის და აქ ავტობუსი არ დადის. ანუ ყველგან Uber-ით უნდა გადავადგილდე. და რაღაცა $20 5 წუთიან, 10 წუთიან მანქანის ტარებაში გადახდეს სურვილი არ მაქვს. მაშინ როცა არაფერი დიდ სანახავი არც არის მგონი ამ მიდამოებში. და რახან დღეს არ მივდივარ. შემდიარ ხვალ ნიუ-ორლეანსს თვარილებულად, დღეს უბრალოდ ოთახში ვარ. და რას ვაკეთებ ახლა? ვცდილობ ვიმუშაო. მაგრამ მეზარება, ლავკი მეზარება. მაგრამ უნდა დავიწყოთ. გაჩვენებთ რა მდგომარეობაში გვაქვს ოთახი ახლა. აქ მაქვს ჩემი რაღაცას ვიყურებდი. აქ ვცებ დავტენო ყველაფერი. აქ კომპიუტერი მაქვს სამსახურის. ისეთ შევიზავნა გეგონება რაღაც მიტოვებულ პოსტაპოკალიფსურ ქალაქში ვარ. სად მივდივარ, კაცმა არ იცის, სად მივბოდიალობ, ეგეც არავინ არ იცის. ვცდილობ უბრალოდ ვიპოვნო გასასვლელი. ხა ჩემ ავტობუსზე მაგვიანდება, ნერვები მომეშალა დილიდან. ცუთხასიათზე გავუღვიძე, იმიტომ რომ ცუთხასიათზე წავედა ასძინებლა და საერთოდ ყველაფერი ვერაფერს ვერ ვიტან. რას ვიტყოდ, უნდა გავაგრძელოთ. ტროფული გადავიხადე. ავტობუსში უნდა მოვუძებნო. ესე იგი, ავტობუსზე რომ კაბელასთან არის, კაბელას არის მაღაზია დიდი. და აქ კაბელას შევწერდი, იყო 4 წუთი გზა ჩემგან. მე რეალურად რუკის რაღაც ლინკი ქონდა. და სხვა ადგილას მეშვებდა ის რუკის ლინკი, რომელიც ბილეთზე იყო მითებული. რას ვფიქრობ, გზინსტარ მაღაზიაზე ვარ შევედი, არ ვიცი. მაგრამ ხა დავბოდიალობ და აი ამ პოსტაპოკალიფსურ ქალაქში, რომელიც არის ნისლით დაფარული, ვცდილობ რამე ვიპოვნო. თან არც თუ ისე შვიდ ადგილას. ხეთ. ცოტა ლამაზ ქუჩას მივუახლოვდით, ასე თუ ისე რა, ეთქო ლამაზ, მაგრამ ეხლა მითხარდეს რომ რაღაცა აი ხა მითხარით რომ აი ეს შენობა რაღაც დარგაგონებთ თბილისის რომელიმე უბანს. ვერ ვიტყვი რომ ვერ ვიტყვით რომ არაყო. რაღაცა წერეთელი მახსენდება აქ რომ დავდივარ. სერიოზულად წერეთლის ვაიბი აქვს ძალიან. ერთი პლუსი თუ მინუსი მარტობის არის რომ მარტობას მარტივად ეჩვევი. ყველაფერს მარტოს ვაკეთებ ისევე როგორც მოგზაურობა და რატომღაც აღარ მაწუხებს უკვე ეს. რა ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მინდა რომ ვიღაცისაგან ვიტანტალო ეს ადგილებში და არა მარტო. მაგრამ კარგი ისე რომ უფრო მეტ რამეს სწავლობ საკუთარ თავზე, როცა მარტო მოგზაურობ. შეხედეთ თავისი პატარა ქალაქში მოსიარულე ტროლეიბუსები აქვს. აქვთ რატო არ შეიძლება ჩვენც გქონდეს ტროლეიბუსები ისე? რატო არ შეიძლება ტროლეიბუსები თავიდან დავიყაროთ? ძალიან კარგი, ძალიან სუფთა და ლამაზი რაღაცა და ჩემი აზრით ქალაქს ძალიან მოუხდება. აი კატასტროფულად დაამშვენებს უბრალოდ, მაგრამ მოუხსენით ყველაფერს რაც კი შეიძლება და გავანადგურეთ. ახლა გარბიზდელეთ. მე მაინც არ გადავწყვიტე ამ რაღაც კონსტრუქციაში გასვლა.
ალბათ სანამ დავჯერ ამ ვიდეოში მარტო სინერიის ნახავთ გარშემო რა ხდება რაღაც ადგილები Washington DC-ის მაგონებს რაღაცა ქუჩები ძალიან გავს ისე შეგზავნა გეგონება დეჟაუ მოხსნით რომ ზუსტად ვიცი რომ აი ეს ადგილას გავიარე ყველაფერი ყავისფერი იყო და მწვანე DC-ში ეს ადგილას მაიამიში გავიარე ძალიან ბევრი რამე მოგავს და ისე დავიარე ხო მასშტაბებში იმიტომ რომ ვიღებ მაგრამ ტელეფონი დახურული რომ მაინც მასშტაბდებიან და არ ვიცი რატომ იმიტომ რომ თეთრი ვარ თუ იმიტომ რომ დილის 7-ზე ქუჩაში ვარ არ ვიცი რა ზოგადად კიდე გავიარო ეს ნახევარი საათი რომ ყავამდე მივიდე ამდენ მე ჯანოსობაში ვიქტორიას პროგრამაულს წოდე გავიყვანა და სხვა ვაზე ხარ ამდენ აკლას დავგოდი ანუ რაღაცა იყო რომ ძალიან მატერიალური მხარეს უყურე მაგრამ ამას დავდიოდი ერთ ფოტო არ მაქვს ქალაქში ერთ ფოტო არ მაქვს არცად სადაც ვარ ყველგან unlike ლიეჟზე ვიღაც უცხოს თქვა გადაღება ან აუზზე ვიღაცას მაიამიში რამდენჯერ ნანახი და ნამყოფი და ერთ ფოტო არ მაქვს ქუჩაში არ და რაც მე ქუჩებში დავიარები ერთ ფოტო არ მაქვს მე დასან მე უცხოს ვიპოვნი რომელიმე ევროპულ მაღაზიაში ახლა ეს შემონებს გადავაგებდი ფოტოს ვინმე რომ ყოლოდა გონი უნდა ავდგე და ჩემი შტატივით ვიარო მაგრამ პრობლემა იცით რა არის ადევით სიარულში რომ მეშინია დავდო იმიტომ რომ ეს ადგილებში დავდიო რომ გონი რომ ვიღაცა უბრალოდ ხელს დავლებს და გაიქცევა სერიოზულად ანუ არ ვენდობ მე ამ ხალხს მაგრამ არა უშავს არის აღარ ვქნები ასეთი ახალგაზრდა ასეთი მოსვლილი რა თქმა უნდა მილიონის არ გავყევი და თუნდაც მაგისე ფულის არ დავიწყე ცხოვრება დარჩი შემთხვევაში ასეთი ახალგაზრდა ლამაზი და თავისუფალი აღარ ვიქნები ახეთ სკამი და მაგი დააქვთ ძალიან მინდა ეს ეგრე ცხოვრება იქ რო ცხოვრობდე სუმად ვიჯდებოდი მანდ მექნებოდა საუზმე საძილი ვახშამი საღამოს ყავა წიგნის კითხვა ხო გებცები და ჩემი ტანტალი რაღაც დიჩარში გამხოს ერთხელ იმიტომ რომ რაღაცა მიგდებულ ადგილას ვარ და ჩემს უკან ბომში დადის რომელიც აშკარად ავადმყოფია ან ნარკომანი რომელიც ჯერ ვერ გამირკვევია და გავარამ გაჩერებას და ჩემ გარდა არავინ არ არის და უბრალოდ კანკალებ ოდნავ low-key იმიტომ რომ ძალიან მეშინია სიმართლე რომ გითხრათ მაგრამ ვცდილობ არ შევემჩნიო ულოცულობ ჩემს ხმარად და ჩემთან ახლოს არ მოვიდეს ძალიან გთხოვ როდის მოვა ეს ავტობუსი კაცმა არ იცის და დროზე მაინც მოვიდეს budget travel და ჯანდაბა რა ჩემ ფეხები მინდოდა გებეცები ჩემ ბედად იგვენებს ავტობუსი ჩემ ბედად აი ხედავთან იქეთ კილომეტრებს იქეთ არის ხედავ და კი არ მოვა თავის დროზე რომ ავიდე თავი მან შევაპარო ეს ნერვები გამეწეწება სანამ ახლა ეს ავტობუსი შემამდე მოვა ან წინა გაჩერებაზეა გაჩერებული დროზე გამოდი თორე მოვიდა ერთი მინუსი მოგზაურობის როგორც გოგო ყველა ფრთხილი მაშინებს გვერდზე მაგრამ რას ვიზავთ რაც არის კარგი მეგობრებო ახლა უნდა წავიდეთ და ვჭამოთ ვცდილობ მივიდე კიდე 11 წუთი მაქვს ფეხით სასიარულო მაგრამ იმედია შევჭამ იმიტომ რომ ვკვდები უბრალოდ აი ვხვდები მთელი ენერგია მთელი ნერვები და ხასიათი უკვე როგორ მაქვს იატაკზე უბრალოდ დაგდებული და ალბათ საუბრიდან წვეთყობა და რეალურად უბრალოდ ჭამა მინდა მეტი კი არაფერი და კარგად ვიქნები და თან გეჭორავებით ცოტა როგორ არ ველაპარაკები ჩამოსვლად ერთ დღეს მერე ვიც რომელთან ჩამოვედი პაემაზე კი მოვასწარი უკვე დინამობდა რაღაც ცუდი ხასიათი გაქვსო გონიაო არ გონიათ მაქვს და ამაყობ კიდევაც იმიტომ რომ გონი პირველი ხალია რომ თელ სანთისაოში და ეს ვე generationship-ის აქვს იმის საშუალება რომ უბრალოდ ენას კბილი არ დავაჭირო
ძალიან დიდი მადლობა. აქ რა ხდება გეფიცები? აი ეს რა ჩემი. აი რა ხდება? რატო გავს ყველაფერი მიგდებულს მივარნილ და რა არის ეს? რა მშვენიერი მწვანე გაზონია და ყველაფერს აქვს ნაგავი. აი ეს რა არის? არ ვიცი რა მეკავშირში არის ეს რეალობასთან თუ არა, მაგრამ მე პირადად ჩემი მაკიაჟი აკეთებდნენ 2-3 საათს მერე უფრო მომწონს პირველად რომ ვიკეთებ ვერ ვიტან. და სულ მგონია რომ რა არის ეს? არ გამოვიდა აშკარად რა შეზღრობა, მაგრამ 2-3 საათს მერე იცოცხლე. ან თვალი აჩუვა, ან მართლა უკეთესი ხდები შეიძლება, იმიტომ რომ ოდნავ უფრო შრება ან რამე. და მაკიაჟი აკეთება დავიწყე მგონი ოდნავ ვიკეთებდი აქამდე, ანუ highlights და blush ხმარობდი. მაგრამ ეხლა ვიყავი აქალთან ერთად და სხვა რაღაცებიც ავირად, კონსილერი, შავი ფერის რო არის, ფილტრი რაღაცნაირი ოღონდ და მაგას რო ვარჩევით, მაშინ მკითხა რომ რომელი უფრო გირჩევნიაო, მაგალითად უფრო სველი რო არის, თქვა გლუვი თუ უფრო ასე. მეთქი უფრო მიყვარს როცა ჭყიალებს, უფრო ძალიან ისეთი რო არის, რა ქვია, სველი, პრიალა. პრიალასაც ვერ დავუძახებ, თუ პრიალაც არ ქვია ამას, მაგრამ ავარჩიეთ, მაგრამ პირველი 1 საათი არ მომწონს ხოლმე კანზე, მაგრამ მე უკვე მომწონს. სამაგერთ ნახეთ რა ლამაზი სახლებია. ძალიან ბევრი ფერადი სახლებია, ძალიან ლამაზად შეღებილი. სხვა შორის მომწონს რაღაცას ვარდისფერი, რაღაცნაირი მწვანე, რაღაცნაირი ლურჯი. სტანდარტული თეთრი, მუქი წითელი და ყავისფერი სახლების მაგივრად. ნახეთ. მე პირად ძალიან მომწონს. ჩემი პრობლემა ეს არის, რომ ის ადგილებში დავიარები. სადაც თუ ადგილობრივები არ დადიან, იმიტომ რომ რამეს არ გადავეყაროთ, მაგრამ მე რახან ეს არ ვიცი, უბრალოდ ბოდიალობ, სადაც Google Maps წამიყვანს, იქ წავალ. ჩემი ეს Google Maps ის უნდა ქონდეს რა პატარა warning მიმატებული, სად შეიძლება გავლა და სად არა როგორც გოგოს. 100%. ნუ ნახეთ რა საყვარელი ნეიბროჰუდია. ხალხო გეფიცებით ჭამე და ცხოვრების სურვილი გამიჩნდა. თურმე არ ყოფილა ეს ქალაქისაც საიზღე როგორც მეგონა, უბრალოდ მშიოდა და მწყუროდა და დაღლილი ვიყავი. ეხლა მედიორს რომ ვიქტორია ვიყავნოთ. ტრანსპორტიდან გამოვიდა, ამიტომ შეგვიძლია შევხვდე. კორკიხარი მართლა არავინ არ ყოლობდა აქ. ხო, აი აქ. ამას საიზღარი ჩიფი არ მექნებოდა მგონი. ანუ სერიოზულად. კიდევ კაი ესეთი ადამიანი მაინც არის. Lawashima. I know, we're sitting here thinking of what to eat. Oh, if only I knew that these niggas just wanted some fucking tomatoes and bread. დავდივართ შუაღამით და დავდივართ შუა მატარებლის ტროლეიბუსის ლიან დაგებზე. გადავედი ჩემს ეგვერდს და ეგ ვიქტორია მიხელავდა გადმოდი. ლიან დაგების მეზორდად. ხო და დავამახსოვროთ ეს მომენტი. და მე სახში მივასწრებს. My guys wearing it all the time. გეფიცებით ხალხო ემოციურად განადგურებული არა ფერაღამი საფუძვლის წასვლია ძილის მედეგ არაფერი ხდება. ჩამოვიდი სხვა ქალაქში, როგორც კონკრეტულად ისე. და ყველა ცენტრში ისე აქ ჩამოვიდა უფრო იაფი და ვიდრე იმ ქალაქში, რომელიც ამას უნდა გამოევლო. რეალურად მე ვარ გონსალესში, მაგრამ ჩამოვედი 40 წუთის იქეთ გონსალესიდან, იმიტომ რომ აქ ჩამოსვლა უფრო იაფი იყო რაღაცა. და
გადაწყვეტეს ქალაქს გავათვალიო რა ხან ახლა მაინც. და კიდე საინტერესო ის არის რომ იორლიანიდან ჩემ ქალაქში გამოდიოდა მარტო 2 ავტობუსი, ერთი დილის 8 საათზე, მეორე საღამოს 5-ზე და ამ ქალაქში გამოდიოდა 6 ავტობუსი, ანუ სხვადასხვა დროს და რეალურად 6-მეს უნდა გამოევლო ჩემი ქალაქი, ოღონდ ჩემ ქალაქში არც ერთი არ ჩერდებოდა, ფიზიკურად არ ჩერდებოდნენ. სამგიდობრო იაფში იყო და რატო ვერ ხვდები რაღაცა ექსპრესის არის ყოლა. ძალიან მეშლა მაგაზინერო, იმიტომ რომ ჩემს სასტუმროს გვერდზე ჩავუარეთ და არ გამიჩერეს. ჩემს სასტუმროს გვერდზე ჩავუარეთ და არ გამიჩერეს და ეხლა ამ ქალაქიდან მომხვდა უკან ჩემ ქალაქში. ისე აი როგორ დამაწყდა ეს ნერვები, როცა დავინახე ჩემი სასტუმრო. ზუსტად ვიყავი გზის მეორე მხარეს ჩემი სასტუმრო იყო და ინერვები მომეჩალა. ეხლა ვარ ფედერალ ბილდინგთან. ცოტა გათხრილი აქეთ ჩემი არ იყოს. გეუბნებით, ჩემ გარდა ქუჩაში არავინ არ დადის არასდროს. დიად არ გიждდებიან ამერიკელები ფეხით სიარულზე ქალაქებში თუ რაღაცა სასწავლო დიდი ქალაქი არ არის, უბრალოდ მანქანი ფეხით უფრო სწრაფად თუ გაადგილები ვიდრე მანქანი. იყოს All State Capital. რა გითხრათ. ამიტომ მიყვარს მაიამიში წავსვა ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცა გასაკეთებელი აქვს, მარტო მეიარონ ჭამო, всё. ამიშნა წავალ კლუბში მაინც წავალ, ვიცი როგორ მაინც ენერგიას დახარდა, მაგრამ დავდივარ, ვუყურებ ჭამო. всё. და მე არც ვჭამე, იმიტომ რომ არ მინდა რომ სებილი კალორიები დავიმატო, იმიტომ რომ არ შემდეგი საჭმელი რა იქნება, მაგიტომ ვცდილობ რომ არ ვჭამო. აი ძალიან საშინელი და სულელი ლოგიკაა რა, ასე ეგრე ვფიქრობ, მაგრამ მაინც. ფენაზე ხარ პრობლემა სახსოვს ხოლმე ხაპის მიღება და ირგული მეჩამობანა ჩამორეცხო ყველაფერს რაც ზედ მაქვს. ახლა ხო ძალიან ცნობილი ჩანს, მაგრამ ამ ვიღაც შემსავით იქნება, მაგრამ პაიმნამდე ვჭამ. იმიტომ რომ პაიმანი მაქვს, მაგრამ დღეს ფერი არაფერი მიჭამია. პაიმანი მაქვს 3 საათში. და 2 საათში. მაგრამ ისემშია, ხო, ისემშია მე 2 საათი ვერ მოვითმენ. არა უშხეს არაფერი მიჭამია, გუშინ თითქმის ვჭამე, ასე რომ თითარაფერი დაგვიკლება. გადაშაშ მაქვს კორონდოგი. ბოლოს კორონდოგი ვჭამე 2019 წელს და შემდეგში რაღაც კორონდოგთან ახლოს რაღაც ნათესავი ვჭამე. დაახლოებით ამ ზაფხულს მგონია. ოღონდ ის უფრო კორეული რაღაც იყო. ნორმალია, მაგრამ ძალიან ტკბილ ცომს უკეთებ რაღაც. სამოდი საჭმელად. Why? Because they're in to-go boxes. Are you sure it's ours? Huh? Are you sure it's ours? No, it is. Maybe? Why? მოგა ხალხს მიფრინავ სახში. დილა, სენსორ ჩამოსურე, მომაკითხავს დაახლოებით 11-ზე, იმიტომ რომ დიდი ლექციები აქვს. და ჩავდივარ დილის 6 საათია, გამოვიდა თავისი დილის 3-ზე, არ ვიცი რატო ღამის 3-ზე და ეხლა მივდივართ, ნახოთ საუზმობიერად რომ ჭამომაინც. ეს კი ჩემი საუზმე წარმოდგენა არ მაქვს, რას ისე ჭამას ვაპირებ და გავიგოთ. ძალიან მომეჩალა, არ ვიცი ლაივში ვიყავი თუ ნახეთ. ჩიქმეჭრა ყავს რა და მივდიოდი ჩემთან და კაცმა მოყარა სხვა და ეგრე ყოველდღე დავდე. და ტელეფონთან ყოველდღე რაც დავდე ზუსტად მის გვერდზე წავედი ხალხობის საფუძველ იატაკი მოუწმინდა. ანუ მოუწრავ თუ ეს ბიჭი იყო რაღაც თანხმობა, რომ ეს მოგაწმინდა. ისე ამა რაღაც მეუნება თან ხედავს რომ ხაღალ არა ჯერს ამოხსნა ყარა. რაღაც მეუნება არ მისმის რა თან ხაღალდებს უყურა უმეჩა და ტრიოლები მეთქი რა თან მივიდიოდი ჩემი მისკო ეს უნდა გაწმინდა მე ვიცი ხაღალდებს მაგდომ ვიღებდი.
თან რომ შო არ ვიცი ძალიან რაღაცნაირად მითხარ ცუდად გაქვია თიკოს გაუზრდელი ვარ და არასდროს აი ეცხოვებაში ცუდი არა ხოდი კეჩუპი დავუმატოთ ცოტა ცხარე соуსი ვერტე Passageros, es prende mais Social კაია. Блин, შევჭამ ხოლმე სულ ლამაზ მაიმახსენდება. ნუ ვივიანი ერთ საათში დილით საუზმესთან ამარჩამს. ხო რა ამის საუზმედ ვიყავი დილის 5 საათზე, იმიტომ რომ დილის ღამის 3 საათზე გამოგვიყვე როგორც გითხარით ხო და ეხლა 9 ხდება რა 20 წუთი აგლია და მომშივდა ისევ თავიდან. პრაქტიკულად 4 საათნახევარი გავიდა, მაგრამ ამიტომ წავედი ნახოთ. ბლინ შევჭამ და ყავს ჩამოვისხავ. და ასე ვფიქრე, იმიტომ რომ ტანსმელი არაფერი აღარ მაქვს დარჩენილი, აი ეს მაქვს და რატომღაც არ მომინდა აეროპორტში ულიფოთ წასვლა, მიხედვით იმისა, რომ ეს ძალიან ვაიბი და რაღაცა მაისური ჩაცმა, მაგრამ გადაწყვეტე რომ ლიფი ჩამეცვა სპორტული, ასე რომ მივიდივართ ესე ვიცი რომ ეს მეც მე და ყარ ლამაზად შევკარი ეს. რაღაცა აი ვიცი რა ფერია. და დღეს ბრუნდები ქალაქში. ორშაბათი არ მუშაობ, მიღად იმის რომ მუშაობ და მაგრამ სამსახურში არ აინტერესებთ თუ იქნები თუ არა დღეს, იმიტომ რომ დატოვე სახში კომპიუტერი და გაერთიო, მიღად იმის რომ არ დამიტოვე ლეპტოპი. სახში ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ შეიძლება რომ ვიმუშაო ახლა ლეიოვერის დროს. მაგრამ წამოსულს მოვნახოთ ღია. ჩემი თვალებით დანახული სამყარო როგორია ნეტო? არეთ. Vaime, მეკინაღამ დამავწყა გასახები დარჩებოდი გარეთ. მზადები წასვლად, ლობი შევზვიარ, იმიტომ რომ 12-ია, 11-ია. ჩემი რომ Empire, სახში ვიყენებ და პოს კომპონია რომ ვიყენებ სახშირად, არის ის რომ ჩეკინერი ყოველთვის 3 საათზე და სამედი რომ დილის 11-ზე უკვე გისვრიან ხოლმე ქუჩაში. აი პირიქით რო იყოს არ შეიძლება 11-ზე რო შევიდე, მაგრამ 3-ზე რო გამოვიდე. ძალიან უსამართლობაა ჩემი აზრით და ძალიან დიდი სისულელე. რა ძალიან არ მომწონს. და ანუ ხანდახან მისახია რომ ისი რა ასუფთავებინ ოთახს. აბა 9 საათი ადრე მოვიდე და უთხრა შეიძლება 9 საათი ადრე შევიდე? რომ არასოდეს მაგას შემოთიხა, თუ 1-2 საათს დავგებული მაინც უნდა იყოს. და 9 საათში გადაგახდებოდი, ლომის 9 დღეს პლუს. რა ანუ რა მე ხარო შევჭამ აი ცხოვრებაში ბოლოს როდის მიშურა ესე მაგრამ არ მეც მაქვს როდის ნიურლენდში რო ჩავდი იმ დილში ნოკუპები ერთ უმეცად მომმევიდა ახლა ანუ მაკი ან ჩიქ-ფილ-ეი ან პანდა ექსპრეს რა მომდა გაიგდო ჩემი თვალი დააწყვეტა. ვერის აეროპორტში მაქვს ერთი ადგილი, რომელშიც ძალიან მიყვარს. დაჭდომა ხოლმე, იმიტომ რომ არის მაგიდაც მაქვს ყველაფერი, ხალხი არ ამოდის ხოლმე ძალიან ბევრი აქ, არ ვიცი რატომ. თავს მიყრობილებია. Cepet ისე მიშო და მეგონა სულს მიქელ გაბრიელს შევაბარებდი წინასწარ იმაზე ადრე ვიდრე უნდა. და რა თქმა უნდა კლასიკურად მაკი წავედ. გვაქვს უზარმაზოი. ჩიქა,
ცივი ყავა. საინტერესო соусები გვაქვს mac crispy chili რაღაც, რომელიც აკამდე არ გამისინჯია. გამისინჯია. Delish. მართლა გამშია. გავიცებ. ისე შეგიძლია მეგობრებო, დღეს საერთოდ არ მიჭამია. Honey mustard. ამასაც გავსინჯა. მგონი არ მეწონება და mustard. ამარაკაიო. რაც უფრო მეტად მოგზაურობ, მით უფრო აღმოაჩენ ერთ რაღაცას, რამდენი იცვლება ჩემი დამოკიდებულება ფულის და რამდენი რამის უფლებას ვაძლევ თავს უკვე ამ მდგომარეობაში. და მარტო ამიტომ რომ ჩემთვის მივცე, იმიტომ რომ upgrade-ის გავუკეთე ცხოვრებას, რომ არის რაღაცები, რაც აღარ მეჩვენება luxury-დან. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ფული მქონდა, რომ ესეთ რაღაცები მექნა, თავს ამის უფლებას არ ვაძლევდი, იმიტომ რომ მე ვიცი ჩემი ხელფასი რა არის, okay? და ის რომ savings-ზე გვაქვს ფული საკმარისი, რომ ყველაფერი დავფაროთ, ჩემთვის საკმარისი peace of mind არ იყო. და ეხა ის რომ შემდეგ ქალაქში რა უბრალოდ Uber-ი გამოვიძახო, თუ არ მინდა 40 წუთი ფეხით სიარული, 30 წუთი ფეხით სიარული, უპრობლემოდ ის რომ დილადრიან არ მივიდება 2 საათი ადრე არ გამოვდივარ, თქვა სასტუმროდან რომ აეროპორტში ავტობუსებით მივიდე, შემიძლია პირდაპირ ტაქსი გამოვიძახო, იმიტომ რომ დილადრიან არ მინდა სირბილი რომ შემიძლია თქვა დიდი layover-იანი ფრენა აღარ ავიღო. და იმის მაგირო რომ 8 საათი ვიყო დენვერში, პირდაპირ რა ქვია, ისეთი ავიღე, რომელშიც თქვა $100 მეტი გადავიხადე, მაგრამ სულ 1 საათიანი layover-ი მქონდა. და რაც უფრო მეც მოგზაურობ, მით უფრო ვამჩნევ რომ ჩემი ცხოვრება ერთი ფინანსურად შეიცვალა, მერე mindset-ად შეიცვალა. სწავლაფული როგორ დავხარჯო. ამიტომ როგორც ძალიან ტყიური ადამიანი ვარ. ტყიური ნახეთ რომ სწავლის გარდა ცხოვრება არ მქონია არასდროს. აი გოგობისგან მესმოდა რომ და კატენ ყავაზე ვიყავი. ნაყინზე ვიყავით. ან გავისერნეთ სადღაც. მე გარს არ მქონია, სანამ ამერიკაში არ წამოვიდა. იმიტომ ფიზიკურად მეგობრები არ მყავდა. მეგობრები როგორ არ მყავდა, მაგრამ მე მყავდა ძალიან ჩემნაირი მეგობრები. ერთმანეთს ხვდებოდით მარტო სკოლაში. წრეებზე, ამერიკულ კუთხეში ან რამე ეგრე, მაგრამ არც ერთს არ ქონდა მაგების გარეთ დიდი კავშირი. ამიტომ ეგენ ჩემს ცხოვრობდნენ დიდი ვარიანტი ალბათ. და ეხლა მიხარი რომ უფრო საშუალება მაქვს იმის, რომ უფრო მეთან დავაყარო კონტაქტი. არის რა, აქ არ გამოდის ხოლმე ეს ყავა. ეს აშკარად პატარა შეუმაჩეს. ელიოგი ეწერა, მაგრამ არ მჯერა. ელს რო ყიდულობ ხოლმე გარეთ ამ ხელა. ოკეი, მე ხაჭი სერიალს ამრამის უყურებ. სხვადასხვა რაღაც ყურება დავიწყე YouTube-ზე. თუ მინდა რამე რომ ნახოთ ინგლისურიდან, Caleb Hammeris Financial Audit. ძალიან სიცილო. და კიდე FedEx Sentence cringe ვიდეოებს უყურებ ხოლმე, ძალიან ხშირად მაშინ როცა ჭამთან. Pro tip უყურეთ My 600 Pound Life. თუ არ გინდათ ზემელი გადაჭამოთ. მაგას რო უყურებ ჭამის სურვილი მიქრება ხოლმე. იდეალურია. აეროპორტისაც მოყურს ეს რომ სულ ნორმალურად არ არსებობს. შეგვიძლია წავუყუროთ სადაც გინდა, როგორც გინდა, მინიატურაზეც გინდა. კურსაჩი მოგფრენა, ასე რომ უბრალოდ დავტანი რაღაცებს და მოვუყურებ ფილმებს. და ჩანთაში მინდას მით უნდა მომუშავა. არ ვაპირებ. საერთოდ არ მაქვს არაფერს სურვილი. ჩემ თვითონმა ტიპმა ნერვები ისე მომილიშალა, მეგონა რომ ჩემ ზუსტად წინ გავიკეთებდი. ანუ სერიოზულად მეგონა რომ ფრენას ვეღარ დავამთავრებდი და გავიკეთებდი ჩემ წინ, იმიტომ რომ
ანუ თან ჩამეძინა ძლივს. რა დაიწყო ჩამეძინა, რაც ყველაფერი თემს მესამის ძმას ხედავთ. უცებ მეღვიძება გაშიშნებული, იმიტომ რომ ვიღაცას შემძენ სკამის წევს როგორც ვინც ჩვენ რა მოხდა, მეჭყლი და მთელი მოხდები, ფეხ გადადებული ძინავს ხოლმე. თან ისე ვაწვევი მოხდით რა, რომ მივცე და ქვია. რომ მივცე ინტი რომ მე თვი ბიჭო გაწია უკან, სასაჯეროა. არა, განა მიიყო კიდე უკან უფრო მოაწვა. დეგენერატი სუფთარა მიდან რომ მოგეშლებო. ჩემ მანქანა წამოვყვანე, ხა გავჩერდი იმისთვის რომ ყავა მეღო. ხოდა ჩემი guilty pleasure არის Maverick-ის gas station-ის ვანილის კერდა კარამელის ყავა, ცოტა კაპუჩინოს ნარევით, ვისხავ ხოლმე. უსაზღრესად გბილია. არა რატომღაც როცა ან ძალიან დილად რემლიორ სადმე, ან საღამოს ძალიან მიყვარს ამის დალევა. და ჩემი ამაზე ედენმა შემსვა, იმიტომ რომ დილით მაგის სახით არ მოვდიოდით ხოლმე, ან მივდიოდით, ყოველთვის ვჩერდებოდით ხოლმე gas station-ზე და ყოველთვის რატომღაც ამას ვიღებდი და ძალიან შემრჩა. ხანდახან მახსენდება ხოლმე მაგის გამო დეგენერატი, მაგრამ რა ვქნა? ხდება ხოლმე. ამიტომ ახლა უნდა წავიდეთ სახლისკენ. მაგრამ მეზარეა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. კოსმიკი. ხოთი კიდე რომ მოვედი. აი ზუსტად ჩემ წინ იყო უამრავი პოლიცია, აი კუთხეში ვეიჯნე, მეთქი რა ხდება, თან ვიყურებ, მეთქი რა მე ის ხო არ არის, რა მე ხო არ მოხდა, არა უბრალოდ ყავაზე და დონატებზე ყვან გაჩერებული. და მე ისე თხილად უყურებდი, მეთქი რაღაცა. კი რაღაც ხდება. ოკეი ხალხო, წავედი ახლა. გამოფხიზლდი ამასობაში. თახში მოითო ეგრევე გავითიშე, თქვენ არის რასაც ოღონდ მძინავს. ჩემს უბრალოდ შეხედათ. ასმელი მიყრია, სარცხი რომ გამოვიტანე ახლა გარეთ ცხელი იმ დღეს, რაღაცა მიყრებოდა რომ თან წამეყო და ყველაფერი ეგრევე სატყულზე გადმოყავე რომ მეთქი დროზე ვიპოვნე, იმიტომ რომ დილის 4 საათზე ტოვებდი სახლს. ეხლა ეს დასალაგებელი მაგ და ამ დროს 15 წუთი სამსახურში მავიყო. კაი ონლაინ ვარ. მაგრამ საწოლიდან მექნება პირველი სტენდაპი ყველა ვარიანტში. დიდი მადლობა რომ მიყურებდით. რა მრავალს დაესწარი ვთქვი წეღან. მადლობა რომ მიყურებდით. follow-ად რო არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, იმიტომ რომ უფრო ხშირად დავდებ ვიდეოებს ხოლმე. რატომაც არა. კარგად.